პროტესტის სამხედრო წოდების მქონე რუსი მოფარვაკეების წინააღმდეგ მოქალაქეები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ჯერ სპორტის სასახლესთან მივიდნენ, მოგვიანებით კი იმ სასტუმროსთან გადაინაცვლეს, სადაც პუტინის მხარდამჭერი სპორტსმენები ცხოვრობენ. აწუხერეძე უკუდავი ამ შინაარსის ბანერებით შეიკრიბნენ პროტესტის მონაწილეები და ფარიკაობის ფედერაცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. თბილისში რამდენიმე დღეა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც რუსის სამხედრო მოფარიკავეები მონაწილეობენ ნეიტრალური სტატუსით. ევროპულმა ქვეყნებმა ამ სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა არაერთხელ აუკრძალა. აქ რეალურად ეხა ჩვენ სპორტზე მეძე საუბრობთ დამნაშავეებზე, სამხედრო დამნაშავეებზე, რომლებსაც ესე ვთქვათ მწვანე აუნთო ჩვენმა ცრუ ხელისუფლებამ, ადამიანები, რომლებიც არიან მიბმულები, რუსეთს მიბმულები არიან FSB-ს არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამყიდველები დღეს ფარიკაობის დროს დაშნას და ხვალს მოიქნევენ თუ სხვა რაღაცას გააკეთებენ ერთი ვიცით რომ ამათი ბოლო ერთია ესენი ძალიან მალე დასრულდებიან. ფედერაციას უნდა მიეღო რა თქმა უნდა გადაწყვეტილება რომ ნეიტრალური სტატუსით არ შეძლებოდათ მონაწილეობის მიღება ეგ პირველ რიგში, რადგანაც კარგად იციან ვინ არიან ის სპორტსმენები, იმდენი თავმოყარეობა და იმდენი პატრიოტიზმი უნდა გქონდეს. როგორც ქვეყანას, ოკუპირებულ ქვეყანას, რომ არ შემოუშვა ოკუპანტის სამხედრო ჩინოსანები ფარიკაობის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ვაპროტესტებთ, რომ აწუხელიძის საქართველოში რუსის სამხედროები და პუტინის მარჯვენა ხელი და პუტინს მოყვარე ადამიანები არ უნდა იყვნენ და ჩვენ ესე ზარძეიმით არ უნდა ვიღებდეთ. სოფლიო ყველა ტურნირიდან ჩახსნეს და საქართველოს ჩამოვიდნენ და აქ რო იღებენ მონაწილეობა. დავწვით რუსეთის დროშა. უთხარით რანიც არიან რუსები რო არიან ოკუპანტები, ადამიანის სკოლელები, ბავშვების გამტაცებლები, ამ ხალხის წარმომადგენლებს ჩვენი ხელისუფლება ეპატიჟება ტურნირებს. თან ჩინის მატარებელ სამხედროებს ეპატიჟება და ყავს აქ. ჩვენ მაინც დავიცვათ ღირსება ჩვენი ქვეყნის და ამიტომ ვიქნებით ყოველთვის ყველგან, სადაც დასაცავია ჩვენი ქვეყნის ღირსება.